მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე, თუ რას მოგიტანთ ზოგადად ეს საფხული. თუ სწორად მახსოვს ამ საკითხზე არ გამიკეთებია საჯარო გაშლა, მაგრამ მოდით ნახოთ ახლა. ვარიანტი გვექნება სულ ორი. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა, რომელიც უფრო მეტად მოგიზიდავთ ის ამოირჩიეთ. დავარიგებახლავე. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. როგორც ჩანს, ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, როდის გადმოგცემენ ინფორმაციებს, იმიტომ რომ მძლავრი ენერგიებით გადმოიყარა. ნახოთ აბა, რა ელოდება, რას მოუტანს უფრო სწორად პირველ ვარიანტს ეს საფხული და რას მოუტანს მეორე ვარიანტს ეს საფხული. გონი ორივე კარგად ჩანს. აირჩიეთ სასურველი, მე კი მანამდე შეგახსენებთ, რომ მეგობრებო, საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და ჩემი გვერდი. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით არჩევანს, დავიწყოთ ახლა ჩვენი პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენ რას მოგიტანთ. თასების 7-იანი ამოვიდა. კვერთხების 2-იანი, ხმლების 7-იანი, პენტაკლების 7-იანი. მეგობრებო, ძალიან ბევრი 7-იანი ამოვიდა თასების, ხმლების და პენტაკლების. ამიტომაც პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ზაფხული თქვენთვის იქნება ახსავსე ძალიან ბევრი გამოწვევებით, ძალიან ბევრი გამოცდებით და რას შეეხება ეს გამოცდები? პირველ რიგში გამოცდები შეეხება ილუზიებსა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევას, ანუ თქვენ მოგიწევთ, რომ ისწავლოთ, ჟარგონს გამოვიყენებთ და დაამუღამოთ, თუ როგორ იპოვოთ ტყუილის ოკეანეში, ასე ვთქვათ, სიმართლე, ჭეშმარიტება და სხვათა შორის თვით ილუზიებსაც ვხედავ ძალიან ბევრს პირველი ვარიანტი თქვენთან. ასევე დავამატებდი აქ ასეთ რაღაცას, რომ აქ გამოცდები იქნება ენერგეტიკულ ქურდობასთან დაკავშირებით და თქვენს შედეგებთან დაკავშირებით, ანუ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გწამთ თქვენ თავად თქვენივე შედეგების, რამდენად გწამთ თქვენ თავად თქვენივე შინაგანი ძალის, თქვენივე თავის, თქვენივე შრომის და ენერგეტიკული ქურდობის კუთხით. აქ პირველ რიგში რჩევა იქნება, რომ კარგად დააკვირდეთ, ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ საკუთარი თავის შესახებ და მით უმეტეს გეგმებს რაც შეეხება, გეგმები ყველასთან ნამდვილად არ არის გასაჟღერებელი. და გარდა ამისა, ძალიან დიდი შანსია თქვენს ირგვლივ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, რომ არც ესე კარგი გზებით, მოდით ასე ვიტყვი, გააფუჭონ თქვენი საქმე, იპარაზიტონ, რაღაც ინფორმაცია მოიპარონ. ამიტომაც ამ კუთხით იყავით მაქსიმალურად ფრთხილად და მაქსიმალურად დაკვირვებით. არავის არ მისცეთ ამის უფლება და რომც მოხდეს ასეთი რაღაც, მაქსიმალურად ენდეთ სამყაროს და მაქსიმალურად ენდეთ საკუთარ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი, ხო? იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ მაინც თუ სამყაროს ენდობი, ესე იგი ადამიანს ყველაფერს პატიობ და უკაცრავად, მაგრამ ისერზე ის რომ ეს ასე სულაც არ არის. და ასევე ამოვიდა 2-2-იანი. კვერთხების 2-იანი და ხმლების 2-იანი და არკანი სამსჯავრო. დამჯერეთ ეს ზაფხული ნამდვილად ძალიან მძლავრ ტრანსფორმაციებს მოგიტანთ, მეგობრებო. დიდი შანსია დადგეთ საკმაოდ ბევრი არჩევნის წინაშე, საბედისწერო არჩევნის წინაშე თანაც ამ ზაფხულის განმავლობაში. ეს არჩევნები უფრო სწორად ეხება ზოგადად თქვენს რეალობას, მაგალითად დიდი შანსია დადგეთ არჩევნის წინაშე, სადაც გიძებთ აირჩიოთ ან კარიერა, ან სიყვარული დაუშვათ, ხო? ან ერთი კონკრეტული კარიერა, ან მეორე კონკრეტული კარიერა. და ასევე აქ იქნება შინაგანი დილემები, სადაც თქვენ მოგიწევთ, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და მოусმინოთ საკუთარ რეალურ მეს, საკუთარ რეალურ სურვილებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რას მოგიტანთ ეს საფხული პირველი ვარიანტი.
ორი პაჟი ამოვიდა, ხმლების პაჟი და გვერდხების პაჟი, თასების 10-იანი. აქ იქნება საკმაოდ ბევრი ინიციატივები და ხედავ კონკრეტულ ადამიანს თქვენი წარსულიდან. ეს შესაძლოა ყოფილიყო ბავშვობის მეგობარი ან ბავშვობის მხანაგი ან სულაც ვინმე ყოფილი და ნახეთ აქ ეს ადამიანი მოვა რომ რაღაც თავისი სიმართლე უკან წაიღოს. გაუგებარია ხო რა ვთქვი? ახლა გავშიფრავ. რას ნიშნავს თავისი სიმართლე უკან წაიღოს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიაჩნია, რომ ურთიერთობაში დარჩა რაღაცეები გაურკვეველი, რაღაცეები უსამართლო წარიმართა და თითქოს ადამიანი მოვა იმისათვის, რომ თქვენგან აიღოს ის ენერგია, რომელსაც თulis რომ სავსებით იმსახურებს. ეს ენერგია შეიძლება იყოს ფული, შეიძლება იყოს ზოგადად თქვენი მხრიდან რაღაც კომპლიმენტები და ასე შემდეგ, მაგალითად ეცადოს რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს და უშუალოდ ხო? და ასე ხედავ გვერდხების პაჟს, ეს არის უკვე ვიღაც ისეთი ადამიანი, ვისაც ან ჯერ არ იცნობთ, ან ვინც უკვე არსებობს თქვენს რეალობაში. და თითქოს ამ ადამიანისგან, ამ კვერთხების პაჟისგან იგრძნობ ძალიან ბევრ გვერდში დგომას. უმეტესობასთან რეზონირდება როგორც ძალიან ახლო მეგობარი ეს კვერთხების პაჟი, მაგალითად შეიძლება იყოს დაქალი, ძმაკაცი, ხო, რატომაც არა, ვიღაცისთვის ოჯახის წევრიც. და საბოლოო ჯამში ეს ზაფხული თქვენ დაგაყენებთ ძალიან ბევრი კი ბატონო გამოცდების წინაშე, ჩაგახედებთ საკუთარ თავში, საკუთარ ემოციებში, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ისწავლოთ მეტი ნდობა საკუთარი თავის მიმართ, სამყაროს მიმართ. დაგაყენებთ შინაგანი დილებების წინაშე, ჩაგახედებთ საკუთარ თავში და გარდა ამისა შეგახვედრებთ კონკრეტულ ადამიანებს, დაგანახებთ კონკრეტულ ადამიანებს ან ადამიანს თქვენი წარსულიდან და გაჩვენებთ რომ მოხდენს სამყარო იმის დემონსტრაციას, რომ ადამიანები ან იცვლებიან, ან პირიქით არ იცვლებიან, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება. და ასევე დაგანახებთ იმას, რომ თქვენ მარტო არ ხართ და თქვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, ან არის ისეთი ადამიანი, რომელიც მზად არის გაჩუქოთ ბედნიერება, ჰარმონია და რომელთანაც თქვენ თავს ნამდვილად ბედნიერად და კარგად გრძნობთ. ზუსტად ამ ყოველივეს დაგანახებთ ეს ზაფხული. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი თქვენთან ნახოთ რა ხდება. კვერთხების ცხრიანი ამოვიდა აქ. პირდაპირ გეტყვით ეს ზაფხული თქვენ შეგახვედრებთ თქვენს რაღაც შიშებთან, თქვენს შფოთვებთან, ამ ზაფხულის განმავლობაში თქვენ მოგიწევთ დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანია, რამდენად სწორი არის თქვენი რაღაც ეჭვები, თქვენი რაღაც შიშები და გინდათ არ გინდათ მოგიწევთ მათი დამუშავება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს მეორე ვარიანტს ეს ზაფხული. სრულიად ახალი გზა, მეგობრებო. ნულოვანი არკანი, პენტაკლების 6-იანი და ხმლების 3-იანი ამოვიდა. სრულიად ახალი გზა იწყება თქვენს რეალობაში, მძლავრი ტრანსფორმაციის წინაშე დგახართ უკვე და თითქოს ეს პროცესები უკვე შეშვებულია თქვენს რეალობაში. პრინციპში ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხული უკვე დაიწყო, ხო? და ამასთან ერთად შეხედეთ, აქ იქნება თქვენივე შინაგანი ნეგატიური მდგომარეობების, მე ახლა გულისხმობ შიშებს, შფოთვებს და მსგავს რაღაც ნეგატიურ ემოციებს, ამ ემოციების გაშვება იქნება აქ. გაშვება დამუშავების მეშვეობით. და შეხედეთ, პენტაკლების 6-იანი ამოვიდა, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ისწავლით მეტად სწორად თუ როგორ უნდა გაანაწილოთ თქვენი რესურსები. ეს ეხება როგორც ფიზიკურ რესურსებს, ასევე მენტალურ რესურსებსაც, ანუ მაგალითად, ვის უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა შემთხვევაში ვის არა, ვინ იმსახურებს თქვენს ყურადღებას, ემოციებს, გრძნობებს და ასე შემდეგ, ვინ იმსახურებს თქვენგან გვერდში დგომას, ვინ იმსახურებს თქვენგან, არ ვიცი, ფულს თუნდაც ფინანსებს და ასე შემდეგ. ხვდებით ხომ, ამ კუთხით იქნება სწავლება თქვენი, მოდით ასე ვიტყვი.
ამას ისწავლით ძალიან კარგად და ასევე ამოვიდა ჩვენთან ხმლების სამიანი. ხმლების სამიანი მეგობრებო, მეტყველებს იმის შესახებ, რომ პირველ რიგში კონკრეტული ილუზიებიდან გინდათ არ გინდათ მოგიწევთ გამოსვლა, მეორე ვარიანტი. ყველას ნამდვილად არ ეხება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ბევრ თქვენგანს ნამდვილად გულს ადგენს რაღაც არის ეს სასიამოვნო სიმართლე, რომელსაც უკვე სამყარო კაცრად ჩაგახედებთ თვალებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველას არ ეხება, უბრალოდ ბევრ თქვენგანთან იქნება ასეთი რაღაც მომენტი და თითქოს ქვეცნობიერულ დონეზე თქვენ ისედაც ხვდებით, რაზედაც არის აქ საუბარი, ისედაც გამოდიხართ უკვე ნელ-ნელა ამ ილუზიებიდან, მაგრამ სამყარო ძალიან ნათლად დაგანახებთ ამ ზაფხულზე, ამ ზაფხულის განმავლობაში, სად არის სიმართლე და სად არ არის. და იცით, ყოველთვის მიუხედავად ყველაფრისა ჯობია მწარე სიმართლე, რაღაც ტკბილ ილუზიებს და ტკბილ ტყუილებს და გეტყვით რატომ. ფხიზელი გონებით ჩვენ ყოველთვის უფრო სწორად განსჯით სიტუაციას და ყოველთვის უფრო მეტად ვაფასებთ საკუთარ თავსა და საკუთარ რესურსებს. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რას მოუტანს ეს ზაფხული მეორე ვარიანტს. კვერთხების ხუთიანი, კვერთხების სამიანი და თასების ცხრიანი. აქ ხედა კონკრეტულ ადამიანთან კონფლიქტს. ძალიან დიდი შანსია თქვენს რეალობაში ახლა ფიგურირებდეს კონკრეტული ადამიანი, რომელთანაც ან დიდად კონტაქტი არ გაქვთ, ან დროთა განმავლობაში გაქვთ ხოლმე და რაღაც კონკურირებადი, არასასიამოვნო ენერგიებით. ხშირად არის ხოლმე თქვენსა და ამ პიროვნებას შორის ჩხუბი, კონფლიქტი. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ამხანაგი, ოჯახის წევრიც კი. და თითქოს ამ ადამიანთან კონკრეტული სიტუაცია დაალაგდება და მოლაგდება. მეგობრებო, დაალაგება ამ შემთხვევაში არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ აუცილებლად შერიგდებით, თუმცა ზოგ თქვენგანთან რა თქმა უნდა შერიგებაც კი რეზონირდება. უბრალოდ აქ იქნება ყველაფრის თავის თაროზე დაწყობა. ყველაფერი სწორად დაალაგდება თქვენსა და ამ ადამიანს შორის და კი ბატონო შესაძლოა აქ რაღაც კონკურენცია და მტრობა აღარ იყოს, მაგრამ არის მაინც და მაინც მეგობრობა და სიახლოვე. ხვდებით ხო? კონკრეტული რაღაც კონფლიქტის მოგვარება იქნება. ასევე დავამატებდი იმასაც, რომ ბევრ თქვენგანთან აქ რეზონირდება არა როგორც კონკრეტულ ადამიანთან, არამედ რაღაც კონკრეტული შინაგანი, თქვენივე შინაგანი და თქვენივე პიროვნული კონფლიქტის მოგვარება. თითქოს რაღაც ისეთი, რაშიც ვერ ყალიბდებით ახლა, იქნება თქვენთვის სრულიად გასაგები და სრულიად ცხადი. და ბოლოს აქაც ამოვიდა თასების ცხრიანი, პირველ ვარიანტად თასების 10-იანი იყო, კი თასების ცხრიანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა იქნება ძალიან ნაყოფიერი, ძალიან სასიამოვნო, შთაბეჭდილებებით ახსავსე ზაფხული. და მოგიტანთ ემოციურ დაკმაყოფილებას, მოგიტანთ მეტ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ, სხვათა შორის ზოგი თქვენგანი შემთხვევაში დიდი შანსია აქ იყოს სხეულის ცვლილება, მაგალითად წონაში მომატება, წონაში კლება ან რაღაც მსგავსი, მაგრამ არა ნეგატიური თვალსაზრისით, არამედ პოზიტიური თვალსაზრისით, ან შეიძლება უბრალოდ რაღაც ახალი დაუშვათ გოგონებმა იპოვოთ რაღაც მაკიაჟის გაკეთების რაღაც ახალი ხერხი ან რაღაც მსგავსი ცვლილებები, ხვდებით ხო? ან რაღაც ახალი თუნდაც აუთფიტი, რატომაც არა. და მეც პრინციპში ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებდი იმის გარდა, რომ მოგზაურობაც დიდი შანსია აქვს ბევრთან იყოს და თანაც ეს მოგზაურობა თუ თქვენ სადმე აპირებთ წასვლას აუცილებლად წადით, იმიტომ რომ ეს მოგზაურობა იქნება არა უბრალოდ შთაბეჭდილებებით ახსავსე, არამედ ახსავსე ძალიან მძლავრი და გავიმეორებ პოზიტიური ტრანსფორმაციით, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია არ ხდება ყოველთვის ნეგატიური ემოციებით, არ ხდება ყოველთვის სიმძიმით და ნეგატივით. ტრანსფორმაციები ხშირად ხდება საკმაოდ პოზიტიური ემოციებითაც და თუ თქვენ სადმე აპირებთ გამგზავრებას, ან გექნებათ ამის პერსპექტივა, აუცილებლად წადით, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი ხერხის ტრანსფორმაციებს მოგიტანთ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებებით.